არასამთავრობო სექტორი ძალადობის ფაქტებს გმობს და გამოძიების დაშქარებას ითხოვს. 4 ორგანიზაციამ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა. არასამთავრობოები თვლიან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო. სამოქალაქო სექტორი საქართველოს პარლამენტს და პოლიტიკოსებს მოუწოდებს პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლოს. საზოგადოების წარმომადგენლები იმ ვიდეოებზეც საუბრობენ, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება და სადაც ნათლად ჩანს, როგორ უსწორდებიან აქციის მონაწილეები რიგით მოქალაქეებსაც. შეფასებას აკეთებს შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი აცხადებს, რომ მომხდარი არ შეესაბამება დემოკრატიის მთავარ პრინციპს. თამარ ურუშაძე განავრცობს ახლა თემას მოამბის პირდაპირ ეთერში. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში წერია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო სათანადოდ პრევენციული ზომების ეფექტურად გამოყენება, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლის შემდეგ მოხერხდა მხოლოდ სიტუაციის განმუხტვა. ასევე არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ მიიღონ ყველა ზომა იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული სამოქალაქო დაპირისპირება. 4 არასამთავრობო ორგანიზაციამ სპეციალური განცხადება ძალადობიდან რამდენიმე საათში გაავრცელა. ახალგაზრდა იურისტების სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო გამჭვირვალობა და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს გამოვლენილი ძალადობის ფაქტებს გმობენ და თვლიან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ დაგეგმა შესაბამისი ღონისძიებები აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მიგვაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო პრევენციული ზომების ეფექტურად გატარება, რათა საპროტესტო აქციის დროს არ დაშავებულიყვნენ ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრები. სიტუაციის განმუხტვა შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლის შემდეგ მოხდა. სამინისტროს პირველი პირის აღნიშნულ საკითხში პირადად ჩარევა ცალსახად პოზიტიური ფაქტია, თუმცა მიგვაჩნია, რომ სამინისტრომ ვერ დაგეგმა შესაბამისი ღონისძიებები, რათა უზრუნველეყო მონაწილეთა უსაფრთხოება. ყოველივე ამის გამო საჭირო გახდა პრეზიდენტის გამოსვლის გადადება. ჩვენ გვესმის იმ ადამიანების, ვისაც წლების განმავლობაში უსამართლობის განცდა დაუგროვდა, თუმცა მსგავსი განცდა ვერ იქნება კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამართლების საფუძველი. სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით მოუწოდებთ საქართველოს პარლამენტს დაუყოვნებლივ გადაიტანოს პრეზიდენტის გამოსვლა და დებატები პარლამენტის შენობაში. მოუწოდებთ მხარეებს ყველა ღონე იხმარონ, რათა თავიდან იქნას აცილებული სამოქალაქო დაპირისპირება. არასამთავრობოები ქვეყნის იმიჯზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია საქმე ობიექტურად გამოიწვიოს. ყველა ადამიანს აქვს სიტყვისა და გამოხატვის უფლება, თუმცა ეს არ გადაიზარდოს ცხადია კანონდარღვევაში და მათი უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში იყო რამდენიმე ფაქტი, სადაც შეიძლება საუბარი სამართალდარღვევაზე და მათი გამოძიება და სამართლებრივად საქმის სწორად წარმოქმნა ობიექტური, ეფექტური გამოძიების ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრება. პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ორგანიზატორებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც დაცვა ევალებოდათ, რომ მშვიდობიანად ჩატარებული იყო აღნიშნული აქცია. პირველ რიგში ალბათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ჩვენი შეფასებით მათ ვერ უზრუნველყოს დროულად, ეფექტურად დაიცვათ ის ადამიანების ძალადობისაგან, რომლებიც ესწრებოდნენ აღნიშნულ აქციას. სამოქალაქო სექტორი ასევე მოუწოდებს პოლიტიკოსებს, რომ პოლიტიკურმა პროცესმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლოს. საქართველოს რეფორმების ასოციაციის ხელმძღვანელი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ძალადობრივი ფაქტები ვერ შემდგარი კოაბიტაციის შედეგია და დაპირისპირება პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის გადაგებას. პირდაპირ შედეგი იმისა, რომ არ დგება ნორმალური პოლიტიკური პროცესი, არ არის ინსტიტუტების პატივისცემა და ვერ შედგა კოაბიტაციის პროცესი. აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის, რა საჭირო იყო პრეზიდენტის გამოსვლის გადადება, გუშინით უმეტეს უკვე შეთანხმებულ ბოლო დეტალამდე შეხვედრის გადადება, რაც შეიძლება ის ემსახურებაზე ფაქტია, რომ ამან გამოიწვია ეს ზედმეტი დაპირისპირება. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯობდა ეს გამოსვლა შემდგარიყო პარლამენტში, ვიდრე მის გარეთ და აი ესეთი ემოციური მოხდით და არასაშიარო მოხდით წასულიყო. ამიტომ ყველაფერი უნდა ხდებოდა სწორედ ინსტიტუციებში, რომელიც შემოყავს პარლამენტში, რომელიც ნავეციეთ და არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ეს უკიდურესი დაძაბულობა ქუჩაში. ალბათ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირება ავიციოთ თავიდან. პროცესის საზოგადოების წარმომადგენლებიც აფასებენ. ჟურნალისტები და ექსპერტები თვლიან, რომ სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს სათანადო რეაგირება მოეხდინათ პროცესებზე. რაც შეეხება იმას, რომ ეს ყველაფერი იყო პროვოცირებული თბილისის მერის მიერ,
ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. შესაძლებელია არ იყო გამართლებული თბილისის მერის ასეთი ფორმით შესვლა, ისედაც გაცხარებულ ხალხში, ადამიანებში, მაგრამ პროვოცირებული, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო მის მიერ პროვოცირებული, იმიტომ რომ სამწუხაროდ აქ მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიციას, რომელიც სამწუხაროდ უმოქმედოდ იდგა. Полная иллюстрация идеология грузинской мечты. გუშინ ქართული ოცნების იდეოლოგიის სრული ილუსტრაცია მოხდა. ხალხი, რომელიც მუშტების დახმარებით ცდილობს და წარმოავს პოლიტიკა, ეს ის ხალხია, რომელთაც არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ. ბევრი ირონიული განცხადება მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, თუ სად მოხდა ეს. ამიტომ მე მზად ვარ ჩავატარო ასეთი აქცია. გამოვაცხადოთ წიგნების შეგროვების კამპანია და შემდეგ ის მთლიანად გადავცეთ ციხეებს. და იქ წაიკითხონ, რომ ბიბლიოთეკაში აღარ მოვიდნენ და ხელჩართული ბრძოლა აღარ გამართონ. მოქალაქის ცემის მიზეზი განსხვავებული შეხედულება გახდა ფრაზა, რომლითაც ხალბატონმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და ძალადობა დაგმო. ფიზიკური ანგარიშწორების კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელებშიც. მასალაში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები სხვა რიგით მოქალაქეებსაც იწოდებიან. ნახეთ ეს ვიდეოები და ზუსტად ამიტომ აღვნიშნე მე და ვთქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს უსაფრთხოება ყველასი აბსოლუტურად იმ ადამიანებისაც, ვინც მონაწილეობს ამ აქციაში და იმ ადამიანებისაც, რომლებიც უცხოელი სტუმრები იქნენ და რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს თვითონ ღონისძიებაში. კანონი დაარღვია გუშინ სახელმწიფო. კერძოდ კი ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც არ უზრუნველყო დეპუტატების, მოქალაქეების და პრეზიდენტის გადაადგილების და სიტყვის გამოხატვის უფლება. რატობით მოქალაქე არის ნაცემი, რომელიც ახლა ყურადღებაც იმდენად არ მახვილდება სამწუხაროდ და აი ამ ყველაფრის მერე ჩვენ ნახეთ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ სამწუხაროდ კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა. მოვლენებს დეტალურად იხსენებენ ის ჟურნალისტებიც, რომლებიც ძალადობის ფაქტებს თავადაც შეეცვნენ. კბილი-კბილის წილანუ სრული უპასუხისმგებლობა ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ლიბერალი. პოლიციელები ერთი შეხედვით ცდილობდნენ ხალხის შეეკავებინათ, თუმცა საბოლოოდ მათ ან არ შეძლეს ამის გაკეთება. სამართალდამცველების ცოცხალი ჯაჭვი რამდენიმე წუთში გაირღვა. პრინციპში დიდად არ ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას. დემონსტრაციამ პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლა. არც იქ ყოფილა უკეთესი მდგომარეობა. ბრიფინგიდან გამოსულს პოლიციელების უზარმაზარი ჯგუფი დამხვდა. იდეაში ეს ადამიანები იქ ინციდენტის თავიდან ასაცილებლად უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ როდესაც ნაციონალური მოძრაობის წევრ ზურაბ ჯაფარიძეს იქ შეკრებილი დემონსტრანტები საცემლად გამოეკიდნენ, სამართალდამცველებს არც მაშინ გამოუჩენიათ დიდი ყურადღება. მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესის აუცილებლობაზე საუბრობს შეერთებული შტატების ელჩიც. რიჩარდ ნორლანდის განცხადებით მომხდარი ცუდი ფაქტია და ის არ შეესაბამება დემოკრატიის პრინციპებს. ამერიკელმა დიპლომატმა პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდა. კონსტიტუციის მიხედვით ის გახლავთ თვითმარქვიას რანგში. What is so important is that this თავარია პოლიტიკური პროტესტი იყოს მშვიდობიანი, აქ საღამოს ბიბლიოთეკასთან ძალადობას ჰქონდა ადგილი. პარლამენტარების ცემეს. ეს იყო ძალიან ცუდი ფაქტი, ეს არ არის დემოკრატიული პრინციპი. ახლა აქ ძალიან ბევრი ხალხია არსებობს შიში, რომ ვინც ახლა რეზიდენციაშია შიგნით დარჩენილი, ვერ გამოვა უსაფრთხოდ გარეთ. მე მესმის მოსახლეობა შეიძლება ბევრ რამეზე იყოს განაწყენებული, მაგრამ მთავარია, რომ საქართველოს მთავრობას და პრეზიდენტს მისცეთ ამ საკითხების მოგვარების საშუალება. იმიტომ რომ არის რისკი უფრო მეტი ძალადობის და არ ამგონია ვინმეს ეს უნდოდეს. ამ საღამოსაც რამდენადაც ვიცით ანგარიშებიდან, როცა ერთ-ერთი პარლამენტარი გამოდიოდა რეზიდენციიდან, ისევ სცემეს. ჩემი რჩევა იქნება ასეთი, ყველა წავიდეს სახლში, დაიშალეთ მშვიდობიანად. პროცესი უნდა წარიმართოს მშვიდობიანი დემოკრატიული გზით. დავაცადოთ მთავრობას და პრეზიდენტს ეს პრობლემები ერთობლივად მოაგვარონ. საზოგადოება მოვლენების განვითარებას ელოდება. არასამთავრობო სექტორი პროვოკაციის ორგანიზატორთა და მონაწილეთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას უმოკლეს ვადებში ითხოვს. არასამთავრობოები მხარეებს მოუწოდებენ, რომ რეაგირება იყოს დროული და აღნიშნავენ, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი ღირებულება, თუმცა ისინი განმარტავენ, რომ პროცესები კანონის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული. დიდი მადლობა.